ქართული ოცნების კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს მხრიდან არაერთ გზის გაფრთხილების მიუხედავად ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთ გზის გაფრთხილების მიუხედავად სამწუხაროდ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. აქედან გამომდინარე კულტურის სამინისტრომ როგორც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დამფუძნებელმა უწყებამ მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის თეატრის ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დავით დოიაშვილი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. დოიაშვილი და ახალი თეატრის დასი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პროევროპული საპროტესტო აქციების დროს თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. ახალი თეატრის დასმა დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტით წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც ისინი რეგიონებში გავიდნენ. ეს ქვეყანა ჩემია.